ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას არ გაანადგურონ ბუნებრივი სიმდიდრე და გამოიყენონ ხელოვნური ნაწვისხე. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით ამავდროულად დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს, პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე. უკანონო რეალიზაციის წესის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. თუ ზიანის ოდენობა აღემატება 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. აქედან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებისთვის გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს, ყოველ გამოვლენის სამართალ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები.